მისათა და ძისათა და სულისათა ჩვენთან არის მერთმა დაგლოცოთ და დაგუხოთ ლევანდელი სახარება არის განროეულის განყოფნებაზე, რომელიც ვერ გადიოდა და მის მახლობლებმა მიიყვანეს ქრისტესთან. აქ რა თქმა უნდა, ბევრნაირად ბევრჯერ გამიმარტავს ეს სახარების ადგილი, რომელიც მარტო მათესთან აღდება მარკოსთან უბრალოდ არის და ლუკასთანაც უბრალოდ დეტალიზირებული არის, მაგრამ ამ შემთხვევაში მათესთან რომელიც აღწერილია განროეულის მარკოსთან და ლუკასთან წერია, რომ სახურავი ჩახსნეს და იქიდან ჩაუშვეს, იმდენ ბევრი ხალხი იყო. ეს დეტალები მათესთან არ არის მართალია, მაგრამ არსი ესე ვთქვათ, არსი რაზეც იდა სხვა მახარებელთან იდა მათესთან იგივე არის. იგივე არის ის, რომ იესო ქრისტე არის ძე ღვთისა ნამდვილად, თავად ღმერთის სული და თავად სული ადამიანი. და სწორედ ის დიალოგი და ის გაფიქრება იმ წიგნობრებისა, ფარისევლებისა, რომ ეს ვინ არის ასეთი ადამიანი, რომ ადვილი ვის ესე გმობაში არის, ვიღაცა სექტანტია აშკარად. აი ესეთი ლაპარაკები ხმამაღლასაც კი ვერ ვეტავი, იმიტომ გულში გულსაშინას რა ხვაყვეს როგორც წერია მათესთან არა. და ხა გულთანხმდელი ღმერთი ეს რომ მიხვდა რაზე ლაპარაკი, გულთანხმდელი რო არის იესო ქრისტე, აქედანვე ჩანს. მაგრამ თვითონ ფორმულირება ზრახვებისა სწორედ არის, ანუ ლოგიკა მათი წიგნობრებისა სწორი არის. იმიტომ რომ ვიღაცას ხედავენ ამ შემთხვევაში იესო ქრისტეს, რომელიც ეუბნება აი ამ ავადმყოფს, რომ შვილო მოგიტევნე სულები შენიო. ვისა უნდა წოდებების, მარტო მეცაა და ვისა. ხო და ეს ფიქრები აქვს ამ წიგნობრებს, რომ ესე იგი რახან ეს ღმერთი არ არის აშკარად ადამიანია, ორი ფეხი აქვს, ორი ხედი აქვს, ორი თვალი აქვს და წვერები აქვს. ესე ვთქვა და აშკარად ღმერთი არ იქნება და ესე იგი გმობაში არის. ესე იგი სექტანტია ვიღაცა. გულთანხმდელი როა და ღმერთისთვის ებარო არის გულთანხმდელი, ანუ რა ხვდებს ხოლმე ადამიანი ჩვენს გულში ხედავს და ღმერთი ხედავს. მარტო ღმერთია რეალურად და აშკარად ჩვენი თითოეული ჩვენთაგან ის რეალური მცნობელი. ჩვენ გონია რომ ვიღაცებს ვიცნობთ, ან საკუთარ თავსაც ვიცნობთ, გონია ხოლმე. საკუთარი თავის შესწავლა თავდება, რა ვიცი, შეიძლება ისე მოგვი ადამიანი რომ ვერც მოასწრო საკუთარი თავის შესწავლა. აღარ თქვა სხვა ადამიანების შესწავლაზე და გაგებაც, ხო? ეს მართლაც დიდი საქმე არის. ხო და ღმერთი ერთადერთი არის ჩვენში რა ვიქი სულგმულობ ეს მას აქვს, იცის. და ამ შემთხვევაში ქრისტე რომ ღმერთი არის, რაც ჩანს ამ სახარების ამონაკვეთიდან, რომ ის ეუბნება, რომ რატო ფიქრობ ცუდად? რატო ფიქრობ ცუდად? აბა თქვენ მითხარით იმ ლოგიკურ ჯაჭვში ჩაება ქრისტე, რა ლოგიკითაც სწორედ ის ხალხი აზროვნებდა და იმ ლოგიკით ვიქნე დაამარცხა კიდეც რა თქმა უნდა. რომ აი თქვენ როგორ ფიქრობთ, რომელი პრობლემაა, რომ ცოდვები მოგეტევნეს შენო, თუ იგივე იმ ადამიანს, რომელიც გდია საწოლზე და ვერ იგებ ავადრას, ხო? განრღვეულია რაღაცა ჭირს დამბლად პარალეჩი ის ამ ადამიანს, ხო? ანუ რომელი პრობლემაა, უბრალოდ გითხრათ, უთხრა ამას, რომ აი ცოდვები მოგეტევნო და წავიდეო, თუ რომელი პრობლემაა, ეს თუ ადეგი ხა და წაიღე შენ საწოლი. რომელი პრობლემის სათქმელად პრობლემაა? ხო, რა თქმა უნდა, სათქმელად ადვილია მოგეტევნეს ცოდები და მინდა გაიგე მიუტევნეს, თუ არ მოიტოვეს ძალიან გამოჩნდება ეხლა ციფრავი უთხრა, მოგეტევნეს ცოდები და ხო, მიდიხა შეამოწმე ახლა, რა იგი როგორ არის ახლა, ხო? ადვილად სათქმელი არის ცოდათა მიტევა, თქმა ამის. და ძნელად სათქმელი კი არა, სათქმელად ეგეც ადვილია, მაგრამ როდესაც სიტყვა და საქმე ყისიერად სრულდება, ხო, ანუ სიტყვა და საქმე ყისი, ანუ როცა შენი სიტყვა საქმე მოყვება, ამის თქმა ადვილი არ არის. ამიტომაც რომ არ გეგონოთ, რომ ეს უფრო ადვილია, ესე თქმა მოგეტევნეს ცოდები შენი, არა მარტო არა, არამედ ადეგი და წაიღე შენი საწოლი სახში, და ხა ის პარალიზებული ადამიანი ადგა, მოკიდა
თავის საკაცეს თუ აქვია ის სადაც მოიყვანეს და წავიდა. ხო, ანუ მორალი და ანუ ესე იგი რაც უნდა ჩვენ ვისწავლოთ ამ გარდა იმისა, რომ სახარების უთხრობა მოგვითხრობს რაღაცა ეპიზოდს მაცხოვრის მოღვაწეობის აი სამნახევარის განმავლობაში პალესტინაში, არა? ჩვენთან როგორ არის ეს პრობლემა, რა? ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ხო ის ღმერთიც იყო და იმიტომ შეუძლია ეგეთი რაღაცეები იყო, რა? ბატონო, ნამდვილად ღმერთი იყო, მაგრამ ჩვენ არ ვართ ღმერთები, ხო? ნამდვილად არ ვართ, ხო? მაგრამ უნდა ვიყოთ თუ არა ღმერთები? მე მგონი მიზანი ეგ არის, გამთობობა რა. კი, მაგნისმიერად რა თქმა უნდა, მაგრამ არა ბუნებითაც ცხადია, მაგრამ თუ მიზანი იყო ღმერთი, ხო, მაშინ რატო არ ვიქცევით ღმერთებივით? ანუ რას გულისხმობ ღმერთებივით მოქცევას ამ შემთხვევაში? რატო განსხვავდება ჩვენ ბუნებაში, რომელიც ერთიანია და ჩვენი ბუნება ერთიანი არის ეს არის ფიქრთა სამყარო, სამშვიდობელი იქნება ეს თუ უზრუნველყოფი სამყარო, სულიერი სამყარო და ხორცელი სამყარო. ერთი პიროვნების გარშემო ერთი მტკნარსა და ადამიანური ბუნება არის, ერთი მთლიანობა არის, ერთი ბუნება არის. ეს უდესაც სულიერი პიროვნები და მტკნარ ცუდად ახალ. მე რომ ხორცი აქტიო და ერთი მთლიანობა ადამიანი. ხო და თუ ერთი მთლიანობა არის, მაშინ რატო არის ჩვენი სიტყვაც, ფიქრიც და საქმეც მithumedes განღრღვეული ჩვენში, დარღვეული ჩვენში, პარალიზირებული ჩვენში, იმიტომ რომ ერთს ვფიქრობ, მეორეს ვლაპარაკობ, მესამეს ვაკეთებ. ქართველი მეოთხეს გერბავს კიდე რაღაც. ხო და რატო არის ისმის კითხვა? ეს სახარებისეული იგავისო ჩვენზეა, ჩვენ როგორ მოქმედებ? ჩვენ რას ჩვენ სიტყვას ის ძალა აქვს, რომ მე არ გეუბნებით, რომ ვიღაც ავატყოფს უთხრათ პარალიზებულსო ადეგი და წადი სახში შენი საწოლითო. ამაზე არ არის საუბარი, მაგრამ როცა შენი პირიდან შენივე სიტყვა გამოვა და რაღაცას იტყვის და ვიღაცას დაპირდება რაღაცას სიტყვაზე, ესე იქნება ან იქ მოვალ ამ დრო და ამ დროს და ამას არ გააკეთებ, ხო? ეს რა არის მაშინ? ამას ღმერთობა უნდა მაინდა-მაინც? არ უნდა, მაგრამ თუ გვინდა რომ გავხდეთ ღმერთობა, აუცილებლად ეს ჩვენი ერთი მთლიანობა რაც არის, ეს ფიქრთა სამყარო იქნება, სიტყვიერი ვერბალური სამყარო იქნება, თუ მithumedes მატერიალური, რასაც ხორცს შესხმა ყრია ჩვენი სიტყვებისა, ეს თუ ერთმანეთთან არ იქნება კავშირში, თუ ერთი არ იქნება, ხო მაშინ ჩვენ ვერანაირად ვერ მივსგავსებით მას და ვერანაირი გამართლება ჩვენ ვერ დავგამართლებს, ის ხო ღმერთი იყო. კი, ეხლაც ღმერთი არის. და არავინ აღწევს გამგეობრის აღდგენებას თქვენ. ჩვენ გთხოვენ ჩვენი სიტყვის პატრონები ვიყოთ და პასუხისმგებელი ამ ყველაფერზე. ამას გთხოვენ ჩვენ. ამიტომ არის ნათქვამი რომ არც ფიცი გინდა, არც არაფერი ჰე და არა იყოს თქვენი ქრისტიანზეა ლაპარაკი ცხადია, თუ თქვით ქრისტიანებს უნდა მოიქცეთ. რატო არ ჯერათ ხოლმე ჩვენი არავის და გვჭირდება კონკრეტულ ადამიანებს აღგულისხმობ, საერთოდ ადამიანებს. იმიტომ გვჭირდება ხოლმე ფიცი და გინება და დაგინება და რაღაცა, იმიტომ რომ საკუთარ სიტყვას ფასი არა შენი მოაკლოს მეგობრებსაც აღარჯერა შენი სიტყვისა. ისმის და ამიტომ იცნებ მტკიცებას, გინებას, აი ჩემი ესა და ესა რომ ესია. არ ჭირდება არც ფიცი არაფერი. ესია, всё. იმასაც კი ვერ ხვდებიან რომ ვინც იფიცება და იგინება რამდენად შეურაცხყოფელი არის მისთვის ეს გინება კი არ არის შეურაცხყოფელი იმ ხალხს რო არ ჯერა შენი არც გინების და არც ნათქვამის ესე იგი რასაზის გარდა უბედურ ცხოვრებას ეს არის რომ შენი არც გინების და არც დაფიცების არ ჯერა ცარიელი სიტყვაზე აღარ არის ლაპარაკი ისე უნდა ვიცხოვრეთ რომ აი იტყვით ხო სულ იმან თქვა ესე იგი ესეა სულ დამთავრდა ეს არის ქრისტიანობა. ხო, არა. და ამ ხოს და არასაც ფასი იმიტომ აქვს, რომ იმის უკან თქვენი პიროვნება დგას, რომელიც თუ იტყვის ხოს, ესე იგი ხოა 100%-იანი. მოკლედ, ეს დღევანდელი სახარების ეს თემა არ არის ღმერთზე, ღმერთკაცზე, თუნდაც და სასწაულებზე. ეს არის ჩვენზე.
ჩვენზე, სადაც ანუ ქრისტიანებზე არის, თუ გვინდა რომ ქრისტეს მიმდევრები ვიყოთ, ჩვენი ნამდვილად მთლიანი ბუნება, რაც გვაქვს, ერთი მთლიანი ბუნება, რომელიც გვაქვს, ხო, აი ეს შევინარჩუნოთ ჩვენს მოქმედებაშიც, ერთი მთლიანი ეს რა ფიქრი, სიტყვა და საქმე და ერთი მთლიანობა მივცემ ამას. და არ გაიყოს გახლეჭილი და საწინააღმდეგო და ურთიერთდაპირისპირებული ეს ყველაფერი ჩვენ თავთანვე ღმერთმა დაგლოცოთ და ღმერთმა შეგვაძლევინოს მართლაც სიტყვის ფასი რა არის. სხვას კი არ მოვთხოვო და დავადოთ სხვის სიტყვას ფასი და არამედ პირველ რიგში საკუთარ სიტყვას ვცეთ პატივი, საკუთარ ნათქვამ სიტყვას და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ რაც უნდა დისკომფორტული იყოს ის ნათქვამი აღვასრულოთ. მაშინ ვინ გეკაჩებოდა და ნუ იტყვით მაშინ იმას. მაშინ თქვით რომ არ შემიძლია. გესმით რა, იმასაც ვამბობ შემიძლია და ვიღაცა რაღაცა ისე არ იყოს, ასე არ იყოს, რა ვიცი, რატო არ. ხო, ამაშია საქმე. ამიტომ იყავით თქვენი თავის ცნობელნი, ეს მართლა რა შეიძლება, რა არ შეიძლება. ეს არის ნამდვილად მიზანი პრინციპში თუ რის სიმართლისებრია. ზუსტი შეფასება გქონდეს საკუთარი თავისა და ამიტომ არც შეგვწეს მე რაღაცას თქოს რაღაცა ისეც ისეთ გაკეთებაც არ შეგვიძლია, თუნდაც რეპუტაციას გილახავდეს, ხო? უნდა ვუხარო, მე ეს არ შემიძლია რა. ან თუ იტყვი რომ შემიძლია და გავაკეთებ, ყველაფერი უნდა გავაკეთო, რომ გავაკეთო ნამდვილად. მაშინ შეგვიძლია, მაშინ აღარ შეგვიძლია. მოგდეთ, თქვენი სიტყვის პატრონები იყავთ. ნამდვილი მნიშვნელობა, ღირსეული მნიშვნელობა, ღმერთთან დაგლოცოთ, ღმერთთან დაგკითხოთ და მერე უკვე ეს მოხდება. იქნებ გამრავლებით აღარ უნდა თქვენ ხანდახან შიგადაში. ღმერთთან დაგლოცოთ.